მე ვარ სოსო კამაშიძე 10 წლის. სწავლობ მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ფეხბურთი, ბოქსი და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე ჯერ არ დავდივარ, მაგრამ ვაპირებ შესვლას. ახლა სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან კარგი მარცხენა ნახევარმცველი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის რონალდო და გუნდი რეალ მადრიდი. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა დაცვის დახმარება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ძლიერი დარტყმა. როგორც ყველა ფეხბურთელს მეც მიყვარს გოლების გატანა და ბევრ გოლს ვიტან. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს 270 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. მე მოვიპოვე ჯარიმა და დავარტყი შორიდან. მე კარგ გადახდა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ მეკარემ ბურთი ვერ აიღო. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მე ასევე ძალიან მიყვარს ცეკვა. მართალია ცეკვაზე არ დავდივარ, მაგრამ ჩემმა ძმამ მასწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ლეთია აი ეს. ჩემ ქორწილში ჩავისვამ თეთრ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმით დავცილდი, რომ სხვადასხვა სკოლაში შევედით. სიმართლე თქვა, ბოლომდე არ ვიყავი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარკვევ მარიამს და დემეს. ჩემ ცოლს დავარკვევ ქეთას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები და კლასელები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის გაბრიელ ბასილაძე. ყველაზე ჭკვიანი არის დემე სურმანიძე. ყველაზე მშვიდია მართა მახარაძე. ყველაზე ბედნიერია თაზო ვაშახვანძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, სიმპათიური და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგენია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ანა კვაჭაძე. იმიტომ რომ არის შვიდი, თბილი, ლამაზი და უყვარს ბავშვები. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ექიმი. ბავშვობაში მინდა გამოსულიყავი პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან თან სტუდენტიც ვიქნები და სამსახურიც მექნება. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 16 წლის და ქვია სანდრო. სანდრო არის მხიარული, თბილი, საყვარელი და მზრუნველი. ჩემი აზრით სანდრო გამოვა წარმატებული და ცნობილი ექიმი. მამიკო არის უშიშარი, სიმპათიური, საყვარელი და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, თბილი და ძალიან კარგი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ჰარი პოტერის როლს. მე რო რეჟისორი ვიყო, გადავიღებდი ფილმს ჩემს თავგადასავალზე. მე მაქვს ძალიან კარგი და საინტერესო ცხოვრება. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბოროტებას გავაქრობდი დედამიწაზე. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რა არის ჩემი ჰობი? ჩემი ჰობი არის ბოქსი. ერთი წელი დავდიოდი ბოქსზე და მერე გამოვედი, რადგან დრო აღარ მყოფნიდა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი გადის სწავლაში, თამაში და სკოლაში. ბოქსი ბევრჯერ გამომადგა, რადგან მიყვარს ჩხუბი. რაც მთავარია, უსამართლოდ არ ვჩხუბობ. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რომელი სუპერძალა უნდა რომ ჰქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. ახლა რომ ფრენა შემეძლოს, აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი სოფელში ბებიასთან და ბაბუასთან. ბედნიერება არის PlayStation-ის ჩუქება, ფეხბურთის თამაში და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.